ჩვენ გვექნება საუბარი ანტიკორუფციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, ასევე საუბარი გვექნება საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც 1 სექტემბრიდან შევა ახალი რეგულაციები. მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობის პირობებში, დეცენტრალიზაციის პირობებში ანტიკორუფციული პოლიტიკა განხორციელდეს იმ ფორმით, რომ მაქსიმალურად ჩართული იყოს თვითმმართველობის წარმომადგენლები აღნიშნულ რეფორმებში. ამ ცვლილებებით საჯარო სექტორში და მათ შორის თვითმმართველობებში გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება კიდევ უფრო მეტად გამტკიცდება, რაც ყველაზე მთავარია ნეპოტიზმის და ფავორიტიზმის ფაქტები აღმოიფხვრება. საერთოდ აიკრძალება რომელიმე თანამდებობის პირმა იმუშაოს რამოდენიმე საჯარო სექტორში. ეს რეფორმები განხორციელდება ზუსტად იმ ფორმით, რაც კანონმდებელმა დააწეს. გაფართოვდა ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხები, ჩვენ ვერ დაველოდებით კონკრეტულ დარღვევებს. დარღვევებამდე უნდა არსებობდეს ისეთი პრევენციული მექანიზმი, რომ ყველა საჯარო სექტორში აღმოიფხვრას ნებისმიერი სისუსტე და პრობლემა. ზუსტად ეს არის პრევენცია, რომ დავასწროთ კონკრეტულ დარღვევას, დავასწროთ კონკრეტულ დანაშაულს და მანამდე მიეცეს საშუალება პრევენციას, რომ გამოასწოროს არსებული შეცდომა. ხშირად ისმის ესეთი საკითხები, რომ საჯარო სექტორი გაუჭირვალედ აქცევს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას. მაგალითები არსებობს და ჩვენ არ ვერიდებით ამ მაგალითებზე საუბარს, მაგალითად პროექტების დამტკიცების დროს ჩვენ ვნახულობთ, რომ ვიღაცა სუბიექტის პროექტი ხვალვადებში დაჩქარებულად იხილება, ვიღაცა ლოდინში არის, თვეებით უწევს ლოდინი და ამასთან დაკავშირებით არ არსებობს პასუხი. ზუსტად ეს მექანიზმი უზრუნველყოფს, რომ ყველა ამ ფაქტთან დაკავშირებით ხდება რეაგირება. რა თქმა უნდა, არ მიეცემა არც ერთ საჯარო მოქალაქეს თავის ფუნქცია არ შეასრულოს სწორად. ეს არის პრევენციას მნიშვნელოვანესი ნაწილი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და რა თქმა უნდა ჩვენ ამ მექანიზმებს გავაძლიერებთ საჯარო სექტორში. მამხილებლის პირადი ინტერესი გადაზღვეულია იმით, რომ მას აქვს უფლება სრულიად ანონიმური დარჩეს და მოგვაწოდოს მხოლოდ ფაქტები. ასევე მას აქვს უფლება ჩაერთოს ამ საქმის წარმოებაში. ამავდროულად ჩვენ გვაქვს მექანიზმები, რომ მამხილების მიმართ დავაწესოთ გარკვეული დაცვითი მექანიზმი. შეიძლება მის მიმართ წარმოებული საქმეც კი შევაჩეროთ განხილვაში, ვიდრე არ გამოვლინდება და არ დადგინდება ის ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც მან ანტიკორუფციულ ბიუროს მოაწოდა ინფორმაცია. ამიტომ ეს მექანიზმი არის ძალიან საინტერესო სიახლე, ჩვენ გვინდა რომ სწორად იქნას იმპლემენტაცია ამ რეფორმის სექტემბრიდან ჩაეშვება და მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო მეტ სიჯანსაღეს, გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულს გახდის საჯარო სექტორს.